ზოლაში რა ჩემილა. This is GFC Women's Bantamweight Division. უდიდესი ანდერდოგი იყო. 7. თურაჯი. Blue corner, ladies and gentlemen, Jacqueline. Main event-ის მარგალიტ ბრძოლაზე. და შემდეგი ბრძოლა pound 7 Jacqueline Ferreira 38 წლის 61.2 კილოგრამი მისი სიმაღლე 170 სანტიმეტრი მისი რეკორდია 8 გამარჯვება 7 მარცხი წარმოადგენს RD Champions წარმოადგენს ქვეყანას ბრაზილიას Pernambuco, Brasilia. ის არის ძალიან გამოცდილი. მას აქვს უნივერსალური სტილი, ასევე როგორც ჯიუ-ჯიტსუ, ასევე დგომი, რომელიც დაუპირისპირდება ქართველ Zoom Girls. ამ ბრძოლას ყველა ველოდით. ყველა ვიცით ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შესახებ. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ არის MMA-ში ის კომპონენტი, რომელიც თუ არ გაქვს, შენ ვერ ხარ შემდგარი მებრძოლი. და ხშირად ხდება ხოლმე რომ სტრაიკერებს რატომღაც ეზარება თუ არ უნდა მეტი შრომა პარტერში და ჩემი სიტყვებია ყოველთვის 90% პარტერი 5% ტეიქდაუნ და ნახჩენი სტრაიკინგი ახალი სოფლიო სტანდარტები მოითხოვს პარტერს უფრო მეც ვიდრე დგომს, თუმცა სანახაობრივად რო შევაჯამოთ, გასაკვირველია დგომში ბრძოლა უფრო დაფასებულია, თუმცა იმარჯვებს ვინც კარგად დგას პარტერში, ვინც კარგად მუშაობს. ისე როგორც გარდში, ასევე მაუნტ თუ საიდ პოზიციებში. ახლა კი დროა სცენა დაუწმოთ. ქალბატონებს და Ferreira ოქტაგონშია. Out of the red corner, Liana Jojua. Liana Wolf Jojua. სწორედ ამ ნიკნეიმი სანაკებოდა სასიკარო. დებიუტი ქართულ MMA-ში. არენაზე ხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება გალიას ლიანა. ის არის პირველი ქართული ფინიშის ავტორი UFC-ში, უდიდეს პრომოუშენში. მას აქვს როგორ ეგებება დამსწრე საზოგადოება. მას აქვს გამარჯვებები სოფლიოს უდიდეს სცენაზე. და ის დაბრუნდა სამშობლოში. ვიცით რამდენი კომაგი და გულშემატკივარი ყავდა ეკრანებიდან და ახლა კომაგებს შეუძლია პირისპირაც ნახონ ლაივში ნახონ ამ ლეგენდარული ქართველი მებრძოლის ბრძოლა. მას კუთხეში უდგას სოფია ბაღიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოიგო ასევე ფინიშით თავის ბრძოლა. არბარი ძალიან კარგი ულამაზეს და ულოცავ. ლიანა არის 29 წლის 163 სანტიმეტრი 7 გამარჯვება 6 მარცხი. ორივე მებრძოლი არის ძალიან გამოცდილი. Ferreira-ს აქვს 8 გამარჯვება და 7 მარცხი, ხოლო ლიანას 7 გამარჯვება და 6 მარცხი, თუმცა ლიანას აქვს უდიდეს ორგანიზაციებში გაბრძოლი UFC და პირველად შეაბიჯებს ქართულ ოქტაგონზე. რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა, დარწმუნებული ვარ და მას დარბაზი დიდი ოვაციებით ხვდება. Ladies and gentlemen, this is GFC Women's Bantamweight Division. This fight is 3 rounds, 5 minutes. Introducing first, fighting out of the blue corner, age 38 years old. Her weight is 61.2 kilos. She stands on 170 centimeters. 8 wins, 7 losses.
representing RD champions from Pernambuco, Brazil, Jacqueline 3D Ferreira. Jacqueline Ferreira ორ გამარჯვებიანი სერიით მოვიდა Fighting out of the red corner, age 29 years old. Her weight is 61.2 kilos. She stands on 163 centimeters. 7 wins, 6 losses. Representing Guram Fight Club from Tbilisi, Georgia, Liana She-Wolf Joshua. And when the action begins, your referee in the cage, Mr. Łukasz Posadzki. ცენტრალური მსაჯი გამოცდილი ასევე ლუკაშ პოსაცკი, პოლონელი სტუმარი. მაღალი ლიგის მსაჯი უხდება ესეთი მაღალი დონის მატჩებს. Round 1. დავიწყეთ ბრძოლა. Here we go. აქტიურად დაიწყო ბრძოლა, მებრძოლები გასვლებს შევიდნენ. ეს აჰეტიკი იყო! ღმერთო ჩემო! აქ რა ხდება? ნოკაუტი! რა ჰეტკიკი შეჭამა? Jacqueline Ferreira. მარტო ჰეტკიკი. რა დარტყმებს გაუძლო? ძიმე დარტყმები აიტანა Ferreira-მ. თუმცა ჯერ ეს შტორმია გადასატანი. ლიანა შეუძლია მაუნტ პოზიციაზე გადავიდეს. აქ შეუძლია ამერიკანა, კიმურა, ბევრი ილეთი. საკეთებს მარჯვენა ხელი თავისუფალია, კარგად მოიყოლა. მარცხენა ხელი და შეიძლება ისევ ინტენსიური დარტყმების გაკეთება და ფინიშს უმიზნებს. Ferreira. ფინიშს უმიზნებს ქართველი მგელი. ართმობს პოზიციას Ferreira ცდილობს გამოძრომას, თუმცა ლიანა ჯოჯუა იბრუნებს. წამყვან პოზიციას არის მაუნტში და შეიძლება ეხლა ურთულესი დარტყმები. ჯერ არ არის გამოსული იმ შოკიდან და შეუძლებელია კიდეც გამოსულიყო ასეთი ძლიერი დარტყმების შემდეგ შოკიდან. აიკიკის შემდეგ გამოსვლა ძალიან რთულია. ორი უმძიმესი ჰუკი ბონუსად. ეხლა შეიძლება იდაყვებით დარტყმები. და ალბათ დაასრულებს ლუკაშ პოსაცკი ამ ცალკარას. ცალკარა ნამდვილად სწორი შეფასება. უპასუხო დარტყმები. როგორც ჩანს მგელი ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა ოქტაგონზე. და ისევ დარტყმები. თუმცა Ferreira ცდილობს გამოძრომას. არ ეგუება არსებულ ვითარებას. თუმცა ჯოჯუას კორიანტელი პიკს აღწევს და შეიძლება ყველაფერი დასრულდეს და She-Wolf is the winner by technical knockout. მეგობრებო, ლიანა ჯოჯუა თამაშია. ქართულ მაყურებელს ამაზე ნაკლები სანახაობა არ უნდა შესთავაზო. როცა შენგან ამდენ სელის და ბრავო ლიანას. ბრავო. მე ასევე ბრავო Jacqueline Ferreira-ს, რომელმაც ბოლო წვეთამდე იბრძოლა. ემოციებს ვერ მალავს ლიანა ჯოჯუა. ჰაიკიკის და ორი ჰუკის შემდეგ დავიძახი კიდეც რომ ეს იყო ნოკაუტი. არ მეგონა რომ აქედან გააგრძელებდა Jacqueline Ferreira. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ Jacqueline Ferreira ურთულესი მდგომარეობიდან გამოძრვა და გადავიდა შეტევაზე. თუმცა ლიანა არაჩვეულებრივად იგრძნო მომენტის მნიშვნელობა და გამოიყენა. ასე სუფთად ჰაიკიკი გაატარო. ძალიან რთულია საიქიოდან დაბრუნების ტოლფასი. Ladies and gentlemen, the referee has called a stop to this contest, declaring the winner by TKO, Liana Joshua. TKO, გილოცავთ.
ქართულ გულშემატკივარს ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ბრძოლის ტემპმა არ მოგცა საშუალება, კარგად გაგვეცნო მაყურებლისთვის ჟაკლინ ფერეირას MMA-ის მონაგარი. ის ძალიან პოპულარული, ძალიან წარმატებული და ძალიან ცნობილი სახეა ადგილობრივ ბრაზილიაში, სან-პაულოში. თუმცა ეს ბრძოლის ტემპი წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის გასაცნობად. მოგესალმებით. მოусმინოთ ლიანას ემოციურ სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა დღეს ამდენი ხალხი რომ მოვიდა რომ მიბალენშიკოს ძალიან მესიამონა როგორც იცით 2 წელზე მეტი არის რომ არ გამოვდიოდი შეჯიბრზე ტრავმები მქონდა და ეხლა იყო ჩემი დაბრუნება და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა გიორგი კაბულაშვილს ესე იგი რომ დამაბრუნა ჰაილაითებს და ეს მარცხენა იცოდა რომ შემიძლია კიდე ჩხუბი და იმედია კიდე გაგახარებ ჩემი ჩხუბები და რაც თავარია მინდა უთხრა დიდი მადლობა და ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები მამიკო და დედიკო მიყვარხართ მამი სიმართლე ყველა დროს იქნება ჩვენ ხარეს და სიმართლე სულ გაიმარჯვოს მიყვარხართ გაიხარეთ ემოციური მიმართვა კომარჯვებული სიტყვა და ეკრანზე ვხედავთ მომენტებს მე გავერთე მომენტების ყურებაში ძალიან მაგარი დაბრუნება. ეხლა ნუ იძახთ ბოლო ორი ბრძოლის დროს დადგა. წინგველის კომეინ ივენტი.